მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრენიუსის ეთერით. დღეს 1 ოქტომბერია, 13 წელი გავიდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან და ამ თემას ბიზნე ივანიშვილის სპეციალური წერილით გამოეხმაურა. იცით რომ პოლიტიკაში წერილით მოვიდა ის და აგრძელებს ამ ეპისტოლარულ ჟანრს. რამდენიმე ციტატას წაგიკითხავთ, მიიღება ჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არჩევნებში არეულობასა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას ხედავენ. 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა საარჩევნო უბანზე ბისვასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე გადისოთ, წერს ივანიშვილი. ასევე ის წერს, აღარ გვეშლება შეფასება, ვინ მეგობარია და ვინ მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იხწვის. არავისთან პარტნიორობას უარს არ ვამბობთ, თუმცა ეს საქართველოს გამოყენების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩემთვის უმძიმესია, რომ გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქვეყანა შეუქმნა სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების საფრთხე. ასევე ივანიშვილი ამბობს, უნდა გვესმოდეს, რა ძალებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. მათთვის პრობლემა არ არის თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის, სხვა პარტიის ჩანაცვლება ვეღარ მოგვატყუებენო, ამბობს ივანიშვილი და როგორც გითხარით, თავის მომხრეებს მოუწოდებს არჩევნებზე მისვლისკენ. ამ დღეს, ასე ვთქვათ, 13 წელს ქართული ოცნება ხვდება დასანქცირებული წევრებით 13 წლის თავს. დღეს საერთაშორისო გამომჭვირვალობამ გამოაქვეყნა, ასე ვთქვათ, შეჯამება დასავლეთმა რამდენი ადამიანი დაასანქცირა ოცნებასთან დაკავშირებული. საერთაშორისო გამომჭვირვალობა წერს, დასავლეთმა ჯამში ქართული ოცნების 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა. დასანქცირებულთა შორის არიან ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრი. 4 წევრი, 52 მაღალჩინოსანი, 47 მოსამართლე, 17 პროკურორი და 14 პოლიციელიო, წერს საერთაშორისო გამომჭვირვალობა. ასევე მიიღო რეზოლუციის პროექტი დემოკრატიის უკუსვა იმდენად, უпростоრად ჯერ პროექტი არის და შემდეგ კენჭს უყრიან დემოკრატიის უკუსვა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშა. ასამბლეა წუხს, რომ მოწოდება ახალი დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად არ შესრულდა. იცით რომ 4 ოქტომბერს ნაწილი ემზადება არჩევნებისთვის, ქვეყანაში ნაწილი კი რევოლუციისთვის. მოკლედ ასე ხვდებით პროცესების მართლობით 13 წლის თავს და ამ თარიღს შევაფასებთ დღეს გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი ანსაძე, ანალიტიკური ცენტრის ჯეოკეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მმართველობის კვლევარი, რაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მინდა 13 წლის წინანდელ 1 ოქტომბერზე გკითხოთ, ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ იყო თუ არა შეცდომა დღევანდელი გადმოსახედიდან ქართული ოცნების ხმის მიცემა, მისი მოყვანა, იხსენებენ ბენდუქიძის ცნობილ გამონათქვამს, რომელსაც თქვა, რომ მაშინ გადავდგით ნაბიჯით წინ, მაგრამ ფუნაში ჩავდგით ფეხიო. რამდენად ეთანხმებით ამას და რას ფიქრობთ, რა მოვლენა იყო ეს 1 ოქტომბერი დადებითი დღევანდელი გადასახედიდან თუ უარყოფით? შემოდი შენგან დავიწყო. მოგესალმებით, მე მეგონა ლენინის ფრაზას გაიხსენებდი, ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან. არა, ეს ბენდუქიძის ივანიშვილს ეძღვნებოდა თუ ქართული ოცნების მოსვლას და? რა თქმა უნდა, ალბათ შესაძლებელია 13 წელი, ხა ეს არ ვიცი ამ ერთ გადაცემაში რამდენად მოხერხდება ყველაფრის თქმა და სპოტანის გაკეთება. დავიწყებთ წარსულით და პირველი კითხვა იყო რა შეცდომა იყო თუ არ იყო შეცდომა. ალბათ ეს იყო ის ასე თქვა ლოგიკური ნაბიჯი, უпростоრად ლოგიკური პროცესის რაღაცა ნაწილი, რომელიც იმ რეალობამ გამოიწვია, რომელშიც ვიყავით და ის ილუზიებიც, ის ასე თქვათ ცვლილების სურვილიც, რომელიც მაშინ არსებობდა, ესეც აბსოლუტურად ბუნებრივი იყო და გასაგები, იმიტომ საზოგადოებას უნდოდა ახალი რეალობა, მას უნდოდა ცვლილებები, მას უნდოდა მოდერნიზაციის გაგრძელება, რეფორმების გაგრძელება, ამავდროულად არ უნდოდა ის ძალადობა, რომელიც სამწუხაროდ არსებობდა, იყო იმ რეალობაში. აი ეს არის
ის რამაც გამოიწვია ეს პროცესი, ხო? ნუ ხო თავისთავად შეცდომა თავარი რაც ჩემი აზრით თუ ასე ვთქვათ ემოციის გარეშე შევხედავთ არის ის რომ ვერც მაშინ და ვერც ეხლა და მე არ ვიცი ხა იქ როდის მოვა ის დრო ვერ ვისწავლეთ ერთი რამე რომ როდესაც რაღაცას აშენებ, მაგალითად სახს აშენებ, გჭირდება პროექტი. უნდა ნახო ის, რას აშენებ, რა სახლია, რამდენი სართული არის, რისგან შედგება და შემდეგ და არ უნდა დაუჯერო ვიღაც პრარაბს სიტყვაზე და ის რო გეტყვის რაღაცას სიტყვით, ეს არ არის საკმარისი. უნდა ისწავლოს საზოგადოებამ, ქვეყანამ ეს უნდა ისწავლოს, რომ არსებობს რაღაცა პოლიტიკური ძალა პოლიტიკოსი როგორც წესი არის რაღაც გარკვეული ტიპის არსება და ეს უმრავლესობას ეხება მე ხა სპეციალურად ვამბობ ამ სიტყვებით ის არის აგრესიული მასა აქვს ძალიან ასე ვთქვათ ძლიერი ინსტინქტი ძალაუფლებისადმი ტოვის ეს ბუნებრივი გარე ეგეთი ტიპაჟია რა პოლიტიკოსი მაგრამ ხა იმის შემაკავებელი არის გონიერი არა მარტო ელიტა, არამედ ზოგადად მოქალაქე საზოგადოება, რომელიც ხვდება, რომ ეხა ეს არის პოლიტიკოსი, რაღაცა აინტერესებს, მაგრამ ეხა რო აინტერესებს გასაგები მე უხდი ხო მას ფულს. აი შეცდომა იყო, იმიტომ რომ რეებს დაკვირდნენ ხო გახსოვთ ეხა უფასო, გაზი, ნავთი, დენი, რა ვიცი 60-ს დაპირდნენ ამ ქვეყანაზე, ხო? დედამიწას დაპირდნენ 60-ს რა, ეხლა რა ადამიანი ისევა, ნუ ეს იყო რეალობა. მაგრამ მე მგონია ნაწილმა გაიგო ეს ჭკუა ისწავლა, მაგრამ დიდი ნაწილი საკმაოდ ეხლაც ამ ილუზიებში, აი რასაც ეხლა უყურებ, ეს არის. ამიტომ მე რატომ ამბობ ამას რა? ამიტომ ამბობ, რომ რაღაც მომენტში ხონა ისწავლო. კრიზისი არის შანსი რომ რაღაც ისწავლო. იყო არჩევანი ნაციონალ-მოძრაობასა და ქართულოცებას შორის და ხო და დღეს ახლა იყო არჩევანი. მე რა ცუცა და უარეშობს. კარგი და ნაციონალური მოძრაობის ძველი მომხრები ამბობენ რომ აი მაშინ როგორ ვერ დაინახეთ რომ ეს პრორუსული ძალა იყო და ასე შემდეგ და რატომ იცით ხმა და ნუ იცით ეს ყველაფერი. იყავი შენ არჩევნებზე. როცა ისინი მოვიდოდნენ, სხვები ამბობდნენ, რომ რატო ვერ დაინახეთ, რომ ეს მოზალადეები მოდიან ხელისუფლებაში და რაღაც გაატყავებენ ადამიანებს. ხა მაგასაც იძახდნენ მათზე. ანუ ამიტომ ამბობ, რომ არ მოვიდეს ხელისუფლებაში ისეთი ძალა, რომელიც ადამიანებს გაატყავებს, რომ არ მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც ქვეყანას გადაახვევინებს მთავარი კურსიდან იმის მაგალითად ევროპაში და ევროატლანტიკურ სივრცეში შეხვიდეთ რუსეთისგან გაგაქანებს იმის მაგალითად რომ ძლივს დააძლიეს კორუფცია და კორუფციაში გაბრუნებს აი რა არის ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ რომ მუდმივად არ ვიყოთ ეს ბანაკება დაყოფილები და ვოცნებობდეთ რაღაცა უბედურებებზე და ლამის იმაზე სამოქალაქო დაპირისპირებაზე და გადმოგდება გადაგდებაზე. ეს არის ამოცანა და აი როცა არის კრიზისი ყოველთვის გაძლევს შანსს მიხვდე და ხვდებით ჩემთვის ეს არის დღეს კითხვა ხვდებით სად ვართ და როგორ უნდა მოვიქცეთ აი დღეს და ხვალ ისე რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ მომავალში ეს არის თუ ზოგად შეფასებას ვაკეთებთ ეს არის ჩემთვის შეფასება თუ უფრო ოპტიმალურ ოპერატიულ სიტუაციებზე ვისაუბრებთ, გასაგებია მაშინ სხვა ანალიზი გავა. იყო მარტივი რა, დღევანდელი გადასახედიდან შეცდომა იყო, თუნდა დაგვეტოვებინა ნაციონალურ მოძრაობა თუ უნდა შეგვეწვალა ოცნებით. ან ეგ არის. გიორგი, რა ვიცი, შენ რას ვიქ? მე რა, ძალიან კომპლექსური, მაგას ბევრი მიფიქრია, მით უმეტეს ეხლა რომ გავიხსენო რა იყო და როგორ იყო პირველ ოქტომბერს რა განწყობები იყო, რა მოლოდინები იყო, მით უმეტეს მე იქ ვიყავი, მაშინ ოფისში მუშაობდი ქართული ოცნების და ძალიან კარგად მახსოვს ატმოსფეროც, მოლოდინებიც. კი, მაშინ მე თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით პროგრამის ავტორი ვიყავი და აი ხა პროექტი ახსენა ბატონმა ლაშამ და ყველა სადაც შეცდა მათ შორის ის პასუხისგებლიანი პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც პასუხისგებლობა უნდა აიღოთ, ვინაც აიღო პასუხისგებლობა იმ პროგრამის ასე ვთქვათ რეალიზაციაზე, რომელიც ჩემი შეფასებით საერთოდ 13 წლის განმავლობაში რაც დაწერილა როგორც
ასე ვთქვათ, საპროგრამო ხედვა და რომელიც მერე სახელმწიფო პროგრამა გახდა, იმიტომ რომ ახალი ხელისუფლება როცა მთავრობამ მტკიცდება, ეს პროგრამა სამთავრობო პროგრამად მტკიცდება, იქ იყო ძალიან ასე ვთქვათ, იმ მომენტისათვის ძალიან პროგრესული ხედვები, გეგმები, დაპირებები, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის პირდაპირ იყო საუბარი, არავის ეს არ ახსოვს 2012-ში, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა შეიმუშავდა, რომელიც ასე მწვავედ დაგვიდგა წინ წლების მერე. ეხლა ამას ხასვი, იმიტომ რომ უშუალოდ ჩემი აქტიურობით იყო ეს ყველაფერი მაშინ და ძალიან კარგად მახსოვს, თავარი განწყობა და მოლოდინი იყო არა სხვათა შორის, მათ შორის შტაბშიც და პარტიაშიც ის თქვათ უფასო ფულიან გაზიან, რაც თავისთავად სოციალური საკითხები სიმწვავეს მოკლებული არასოდეს ყოფილა საქართველოში, არამედ უფრო ღირებულებითი მოლოდინები. ის რომ დემოკრატიის ხარისხი უნდა გაუმჯობესებული იყო, ის რომ ანგარიშვალდებულება უნდა გაზრდილი იყო, ის რომ ის ადამიანის უფლებების ტოტალური პრობლემები, რაც მაშინ არსებობილი იყო, ეს უნდა გამოსწორებული იყო და აი ეს იყო მთავარი მოლოდინი, ძირითადად მე ესე შევაჯამებდი, რომ განახლების, აი ეს ფუნდამენტური დემოკრატიული განახლების მოლოდინი იყო და რაც პირველი 2-3 წელი პრინციპში აი რომ გავიხსენოთ ჩვენ აი რეიტინგებიც კი, რომელიც ორივე მხარე ესე მუდმივად პოლიტიკური მხარეები ხო, სხვადასხვა კუთხით უყურებდნენ ხოლმე, მაშინ გავიდით პიკზე. რეიტინგები დემოკრატია 14-15-ში გულისხმობ. და ყველაზე ესეთი პერიოდი იყო, რამის შედეგიც იყო მე პრინციპში 2 წელიწადში იმ მუშაობის, თქვათ, უვიზო მიმოსვლის მიღება ევროკავშირთან და ეს გარკვეულწილად ასოცირების ხელშეკრულების ხო, აი ეს პერიოდი რა, DCFTA და მთელი ეს ანტურაჟი იყო და განწყობა იყო აბსოლუტურად სხვანაირად და ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ეს ემოცია გავიზიარო, რომ იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რასაც მაშინ პირველ რიგში რის წინააღმდეგადაც გამოვდიოდით, ეს ისევ ხელახლა საბრძოლელი და ხელახლა დასაცავი გახდებოდა და ერთი სწორი ნამდვილად ითქვა აქ, რომ ვინც მაშინ პოლიტიკურ ასე ვთქვათ სუბიექტებს წარმოადგენენ ძირითადად მათ შორის მაშინ კოალიციაში ხო, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოკიდებდნენ იმ დაპირებას, რომელიც აი იმ თავითვე 2012 წელს იყო მათ შორის პროგრამებით გათვალისწინებული, მათ შორის სამთავრობო პროგრამით. ეს რაღაცნაირად ყველამ გავატარეთ და ნელ-ნელა დაიწყო შიდა პარტიული ბრძოლები, ეროზია და ნუ ეს ერთ დღეში არ ხდება რა. ეხლა როგორც საჯარო მოხელემად შემიძლია გავიხსენო, რომ როდის დაგვიდგა აი საჯარო მოხელების დონეზე კითხვის ნიშნები. ხო, ეს იყო ძალიან გვიან წლების მერე და თურმე რა ასე ვთქვათ ღირებულებით ღერს ატარებდა გარკვეული ჯგუფი მართველი პარტიის, რომელიც აი დღეს არის ასე ვთქვათ წინაპლანზე წამოწეული, იმიტომ რომ ისიც შემიძლია თქვა, რომ შეიძლება 60-70% იმ ხალხის, ვინც 2012-ში ქართული ოცნების წევრები იყვნენ აქტიურად, მათ შორის თვითონ ქართული ოცნების შემადგენლობას გულისხმობ და არა თქვათ კოალიციაში შემოვალ პარტიებს, იქიდან დიდი ნაწილი საერთოდ პოლიტიკაში აღარ არის დღეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად აი ყველას პასუხისმგებლობა გახდა და ეს ჩემი რიგითი როგორც მოქალაქის, როგორც ამ ყოველთვის თანამონაწილეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კეთილშობერული განზრახვებით ეს პასუხისმგებლობის გზნობა მაქვს დღემდე. დღეს უпростоრად. ისინი ანუ თქვათ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ როგორ ვერ მიხვდით თუ ეხლა რომ ეს კაცი რუსეთში გამდიდრებული კაცი რომ რუსეთის პროექტი იქნებოდა, ხო გეუბნებოდითო? ნუ ეხლა ისიც შემიძლია გავიხსენო, რომ ეს კაცი აფინანსებდა რამდენიმე წელი საერთოდ სამთავრობო სტრუქტურების მუშაობას და იმ რეფორმების ერთ-ერთი სპონსორი იყო და თვითონ აქ ნათქვამის როსის ფონდთან ისი ურთიერთობები და ნუ გასაგებია რა, ეხლა მთავარი წამყვანი პოლიტიკური ფიგურების სპექტრი ფაქტობრივად გარდა ნაციონალური მოძრაობისა და მის მხარდაჭერებისა ну აი აბსოლუტურად სხვა მოლოდინებით, სხვა ემოციით იყო, სხვა განწყობით იყო. ამდენად შეცდომა იყო ეს უკვე ფაქტად ხედავს. საერთოდ 13 წელი ძალაუფლებაში. აი დღევანდელი გადასახედიდან ამიტომ კითხე. დღევანდელი ახლა რას ფიქრობ? უნდა შესრულიყო თუ არა? იცით რა არის მე მაშინ აი სწორედ თქვა რა ბატონო ლაშანა. ის მოცემულობა ლოგიკურად განაპირობა მერაბის ცვლილება რა. იმიტომ ხო გვახსოვს ახლა რეალურად რა სიტუაცია იყო და რა მთავარი პრობლემები ჰქონდა იმ ხელისუფლებას და კაი არ შეგვეცვალა თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ მე არ მაქვს ეს მე არ ვარ საერთოდ არ ვარ დარწმუნებული კი პირიქით საპირისპიროში დარწმუნებული ვარ რომ ის ავტორიტარიზმი რომ დარჩენილიყო არ ვიცი რა ფორმით შეიძლება პროდასავლური ყოფილიყო თავისი საგარეო პოლიტიკური მისტრაფებებით რიტორიკით და რაღაცით მაგრამ დემოკრატიის ისეთი ეროზია იწყებოდა რომ არ ამგონია რომ დარჩენილიყო ეხა იქნებოდა სააკაშვილის მმართველობის 21 წელი მე არ მაქვს ეჭვი არ მეპარება რომ აღარ გაკეთილშობილებდა ანუ იპოვიდა თუ არა თავს რომ საკუთარი იგებში ხელახლა რაღაცა კათარზისი განეცადა ნუ ამის ილუზია მე პირადად შეიძლება ვწდები ეხაც ამას რო ვიძახი მაგრამ ყველა ნიშანი იყო იმისთვის რომ ის ადამიანები ჯგუფი ემზადებოდნენ ხელისუფლების დასარჩენად ძალიან კარგად მახსოვს ეხლა
ორბელიანის სასახლეში რემონტებზე რო დადიოდა სააკაშვილი და ემზადებოდა პრემიერ-მინისტრობისთვის და არჩევდა იქ როგორი ავეჯი ყოფილიყო და ეს იყო რეალობა რა. რაღაცა როგორც პუტინმა ეს მედვედევი რო დატოვა, რაღაცა მინი მოდელთან ვიყავით იმ მომენტში ახლა. ეს ხო რეალობა. ხო არ ვიტყუებით შეცვალა მაგის. ხო არ ვიტყუებით, არა ეს იყო რეალობა და ეხა ამის ეს როგორ გამოიყენა ყველაფერი ჩვენმა მტერმა თუ მოწინააღმდეგემ ისევ ჩვენ საპირისპიროთ და ამ ყველაფერს როგორ მოარგონ ნელ-ნელა ნარატივები და რა პოლიტიკურ იმაში რა ქვია ესე ვთქვათ თამაში ჩაგვითრია ყველა ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემა ფაქტია რომ ჩვენი ბრალია ყველასი მათ შორის აქამდე მივიყვანეთ სიტუაცია სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა თვალის დახუჭვით რაღაცეებზე მობიერებით რაღაცაზე არასაკმარისი კრიტიკით არაპრინციპულობით რაც თავარი არის და უბედურება ის არის რომ ქართულ პოლიტიკაში და ქართულ პოლიტიკოსების სიტყვას ფასი არასოდეს არ ქონდა ჩემდა სამწუხაროდ და მილიონესი ნასროლ სიტყვას ყოველთვის ესე ვთქვათ შეიტყაპუნებდნენ ხოლმე აქედან გამომდინარე ერთი მიზეზი არ გააჩნია და აღარაფერს ვამბობ გლობალურ კონტექსტზე იმ ცვლილებებზე რაც ამ 13 წელმა მოიტანა ჩვენს გარშემო ხო და არის რა გარე პროცესებმა შეუწყო კიდე ხელი ამ ყველაფერს ამიტომ ძალიან კომპლექსური საკითხი არის ისტორიკოსების შესაძლებელი იქნება თუ აი ესე ძალიან პროფესიულად შევაფასეთ მე დარწმუნებული ვარ როცა დრო გავა და თავის სახელი დაერქმევა არ იქნება ეს რა თქმა უნდა დადებითი საბოლოო ჯამში აი ეს თლიან პერიოდს თუ შევაფასებთ ხო ეს ცვლილებები ანუ ფაქტია პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში არჩევნებით მშვიდობიანი ხელისუფლების გადაბარება თუმცა ფიქრობ რომ ეს ცვლილებები უნდა მოხდარიყო იცი რა არის იმ მომენტში ლოგიკური იყო რა გარდაუვალი იყო ეს იყო ფაქტი რა ან რაღაც სხვა ტიპის ავტოკრატია შეიძლება და ამის მარტივად პროგნოზირება როგორც ნაციონალურ მოძრაობებს ამბობენ რომ პრორუსული ძალა მოდიოდა ხელისუფლებაში ცირა პროგნოზირება პრორუსული მოდის თუ არ მოდის ალბათ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამიხედავთ იმისა რაც ძალიან გეორგი ეს რომ შეიძლება რაღაც ავტორიტარიზმი დეკლარაციულად იყოს პროდასაური, ну, რა ვიცი, ხა შეიძლება პინო ვიღაც მოიყვანო მაგალითი, ხო, იქ სოფლიო ისტორიიდან. თუმცა, ხო, ანუ სინგაპური რაღაცა, მაგრამ ქართულ რეალობაში, ანუ ის გეოპოლიტიკური ვითარება თუ უნდა გავითვალისწინოთ, სადაც ვარსებობთ, ხო, ის გეოგრაფია და ის სამეზობლო რომ სადაც ვარ და ზოგადად როგორი ტენდენციებიც პრინციპში შეგვეძლო ვევარაო და მთავარი ინდიკატორი, მთავარი გამხსნელი ამ სიტუაციის არის ის თუ რამდენად ცდილობს ხელისუფალი ფუნდამენტური დემოკრატიული, ასე ვთქვათ, რეფორმები ატაროს და შექმნას ის ინსტიტუტები, ანუ ძლიერი ინსტიტუტები რომელიც არის საფუძველი რა რომელიც ხელს უშლის დააბრუნოს ქვეყანა უკან. ნუ დღეს ახლა რო შეხედო რაზეა ხო საუბარი ეს არის პარტიები, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ეს არის თქვა მედია და ასე შემდეგ, ხო? ნუ მოქალაქე რაღაცა განათლებული და უფლებების ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. რომ იყოს საქართველოში უფრო სუსტი მედია უფრო სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ანგრევენ ახლა დიდი ენერგიით და უფრო სუსტი პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სუსტია, გარკვეული თვალსაზრისით, რომ შევადაროთ მაგალითად საფრანგეთს და რა ქვია, ჰოლანდიას, რა თქმა უნდა, იტყვი, რომ ჩვენი მედია უფრო სუსტია, პარტიული სისტემა სუსტია, მოქალაქე ნაკლებად განვითარებულია, ასე შემდეგ. მაგრამ აი როგორც კი ხედავ, რომ ხელისუფალი ცდილობს ამის კონტროლს თან ისეთი მეთოდებით კონტროლს უკვე ნათელია რომ ის იქითკენ მიდის სადაც რუსეთის შარაა რა რუსეთის შარას დაადგა თავისი ჯორით რა ეს არის 2x2 4 რატომ იმიტომ რომ აქ სხვა სივრცე არ არსებობს ახლა თურქული ჩვენ არ ვიცით რომ რაღაცა ბმა კონდეს ან ირანისკენ ვერ გაიხედავ და განჩენ ახლა სომხეთ აზერბაიჯანი თემა არ არის ხო ვიყურებოდით ევროპისკენ მაგრამ საფრთხე როდესაც შენ ქმნი აქ ავტორიტარიზმს არის ის რომ შენ ქმნი რუსულ მოდელს, რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ პირდაპირი კავშირი გაქვს. დიდი საზღვარი. დაისახა რომ თავარი ინტერესია ძალაუფლება და ხელისუფლების დარჩენა, არჩევანი აღარ არის. თქმა უნდა, შენ ბუნებრივად ხდები
რუსი პოლიტიკოსი და რო ცხოვრობდა ეხლა სადღაც ჩილეში ან ლათინურ ამერიკაში გასაგებია სხვა ან იქ რო იყო ბავშვად კასპიის რეგიონში ნუ შეიტყოდი რომ რაღაცა ჩინეთისკენ მიაქანებ სადღაც ხო რომ თუ ეს ენა გესმის ან პაკისტანის მეზობელი ხარ ამ რეალობაში ეგ არის და მთავარი იცი რა იყო კიდე აი მე მაგალითად როდის გამიჩნდა ძალიან სერიოზული განცდა აი სიტყვაზე დადგა ODR-ის პრობლემა ხო გახსოვს ხო ნუ რაღაც ეგეთი ტიპის ლაკმუსის ქაღალდი შეიძლება დავარქვათ როცა მქონდა საშუალება აი ბატონ ივანიშვილთან ეს დისკუსია მაშინ იყო რომ მოდიოდა ლაპარაკობდი და რომ ვკითხეთ რომ ამ ბოლოზაბო მე ვკითხე ხა მახსოვს ეს პირდაპირ ეთერში ამ მახინ სისტემას ყველგან KGB-ში ნიკები ყავს ჩანერგილი ყველგან თვალი აქვს და ინტრიგანები და მაიმუნები რო არიან როდის აპირებ ამ ხო თქვენ ხელშია ხო ეს პრობლემა მაგრამ მოგვარდა ეს კი არ მოგვარდა გააძლიერდა როდესაც არა უფრო ადრე იყო არა უფრო ბევრად ადრე 14 როდესაც მოსმენების საკითხი დაისვა ხო გახსოვს მე იმის მაგერად მოეგვარებინათ ეს პრობლემა გააძლიერეს ეს სისტემები და ყველას უძრობიან რა ქვია პერსონალურ სივრცეებში და ნახეთ ხო ეს რაც ხდებოდა მეტიც კიდე უარესი პრობლემები შეიქმნა სადაც რუსეთში გააქანეს თელი ეს ფაილები და რაღაცები აი ესეთემ იმის მაგერად რომ გვეფიქრა პარტიული გავლენები როგორ გათავისუფლდეთ არის პალიტრა გადასარევი მე არ არის ეს პარტიული გავლენა და თავისუფალია და გიხარია მოდიხარ რასაც არა გაქვს ის რაღაც იმის მაგერად გვეფიქრა რა გზით შეიძლება წავიდეს ხო მედია რომ უფრო დემოკრატიული გახდეს ამაზე ვიფიქრეთ არ ვიფიქრეთ როგორ იმის მაგერად გვეფიქრა რომ პარტიული სისტემები განვითარებულიყო ვიფიქრეთ ამაზე არ ვიფიქრეთ ამაზე და იმიტომ არის ესეთი მინუსებში არსებული პოლიტიკური სისტემა, პარტიული სისტემა რო გვაქვს და რა ეგ არის პრობლემა რა და ჩვენ სწავლობთ აი კითხვა ძალიან ესეთი რთული შეკითხვები დასვა მე მეგონა უფრო რაღაცა რო უყურებ ხოლმე ტელევიზორს სხვა კითხვები იქნოდა მაგრამ სწავლობთ რამე ეს აი ჩემთვის ეხა ეგ არის სერიოზული გასაგებია ხო რომ გული გვისკდება ნერვიულად რა იქნება 4-ში და რა თქმა უნდა ცვლილებები გვინდა და რა თქმა უნდა ეს რუსული აღარ გვინდა და ამოვიდა ყელში და გვანგრევს და ღუპავს ქვეყანა უნდა აქციოს ჭაობათ რა ეს გასაგებია მაგრამ მეორე მხრივ კარგი ეს რომ არ იქნება უცბად აშენდება სოფელი ამაზე აქვს საუბარი ხო ანუ დასკვნები როდესმე უნდა გამოვიტანო თუ არ უნდა გამოვიტანო სწორი რომ მომავალში და დარწმუნებული ვარ რომ ეს მომავალი იქნება დარწმუნებული ვარ რომ ეს ქვეყანა თავისი ამ ახალგაზრდობით აი ამ ძალიან სხვანაირი პოტენციალით არ ვამბობ რომ ჩვენ ხო რომელიც გარბის სხვათა შორის ახლა მე ხო ვიცი ახალგაზრდა ყველა გაქცევაზე ფიქრობს აქედან იმიტომ რომ არ უნდა აი ამ პოტენციალის გათვალისწინებით ვაკეთებთ სწორ დასკვნებს ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა რომელზედაც აბსოლუტურად სოციალურ ბევრჯერ დამიწერია რომ ანუ სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისით იმდენ ისე გამოიფიტა ჩემი გადმოსახედიდან სახელმწიფო რომ მე პირდაპირ ვწერ ხოლმე რომ ახალი რესპუბლიკა ამეთქის შესაქმნელი ანუ ფუნდამენტური რაღაცები არის ხელახლა გასაკეთებელი რა ის ღერძი ინსტიტუტები ეროვნული ძალაუფლების ინსტიტუტები მთავარი საყრდენების სასამართლო არ ვიცი ყველაფერი ეს ხო სასამართლო საერთოდ რას გავს ანუ გამოდის რომ ფაქტობრივად ნოლიდან გვაქვს ისევ დასაწყები იმიტომ რომ აი აბსოლუტურად აიზილა ყველაფერი ერთმანეთში რა არაფერი დამოუკიდებელი აღალა და ძალიან სწორედ თქვი რა პარტიული ის იყო თუ ტელევიზია იყო თუ ყველა ერთი მასში იყო რაღაცა ერთმანეთს აყოლილი რა და აი ამ პოლარიზაცია ერთად შექმნით ყველა აბსოლუტურად აქ რა თქმა უნდა ხელისუფლება პირველ რიგში ყოველთვის უფრო პასუხისმგებელია მაგრამ ეგრე იყო რა თუ აბსოლუტურად გულწრფელად შევაფასებთ ამ ისტორიულ პროცესს და ისტორიულ წრეში შევხედავთ რაღაცა მთელი აი ეს ერთმანეთზე დაპირისპირებამ ამ პოლარიზაციამ ერთმანეთთან არ დაჯდომამ დიალოგი ერთმანეთნელა ყველამ ერთად იმას შევტოვეთ აი ამ რაღაცა საზიზღრობაში და ნუ ეხა მართველი გუნდი ამის საერთოდ მედროშე გახდა ამ პროცესების და გასაგებია რაც ხდება და მე დღეს არ მეგულება თავმოყარე ვისაც შეიძლება პოლიტიკურ მეცნიერებებთან ჩაუვლია და საქართველოსზე რომ კითხონ დაახასიათეო რა პროცესები არის რომ თქვას რომ ეს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და სრული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებისკენ მიმავალი გზაა რომელიც შეიძლება რაღაცა დროის მერე ტოტალიტარიზმის გზასაც კი დაადგეს საერთოდ არ გამოვრიცხავ ამას ასე რომ ძალიან რთული სიტუაცია
ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ ეტაპები არის რა გასწავლილი. ეს არის თემა, მნიშვნელოვანი თემა, ჩვენ გავაგრძელებთ რეკლამის მერე საუბარს, სად მოვედით დღეს სად ვართ და რა იქნება ხვალ. აი რა წერია იმ წერილში იქ მოვედით, რომ გარშემო მთელი დედამიწა მტრედით არის აი ამაზე ვილაპარაკოთ რეკლამის ჯუნგლებშიოთ. აი ამას აქ მოვედით. ვაფასებთ 20-ების 13 წელს წელიწადს რეკლამა და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში.